მეგობრებო, უნდა გაიგეთოთ ახლა ესეთი საერთო გაშლა, რომელიც ერთ-ერთი გამომწერისგან იყო თხოვნა. როცა ქალი მამაკაცზე ასაკით მეტია რა შანსებია ამ ურთიერთობის. ყველა ვარიანტი უყურეთ ბოლომდე, ვისაც სიტუაცია გაქვთ, მოიწონეთ, დაალაიკეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ, ჩადეთ თქვენი ენერგოცვლისთვის საჭირო ენერგიები ჩვენ ურთიერთობაში. იმისთვის რომ გაიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა კონკრეტულად. თუ ეს არ დამთხოვა, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე და არჩიეთ სასრული თემატიკა. სიყვარულია თქვენ შორის ახლა. ძალიან კარგი ტრიპლეტი ამოვიდა. აი ესეთი. ხედავთ სიყვარული, ხელჩაკიდებულები ხართ. ჩემია და არსად გაუშვებ რეჟიმი გაქვთ, არც ერთს არ გაქვთ სურვილი ეს ურთიერთობა დატოვოთ ან ვინმეს გულისთვის, ვინმე ჩაჩრილი ადამიანების გულისთვის, ასე ვთქვათ, დაკარგოთ, გაუშვათ ხელი, ესეთი ძალიან ჩაჭიდებული ხართ ერთმანეთს, ეს არის 200, რომელიც ავსებს ერთმანეთს ენერგიულად, წყაროებით, ასე ვთქვათ, მოხტავთ დადებითად თქვენ საწინააღმდეგო პარტნიორს, საწინააღმდეგო სქესის პარტნიორს. ასევე ბევრს მსჯელობთ და ბევრ ფიქრებში ხართ, რა შეიძლება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოსალოდნელი მოვლენები, საით შეიძლება წავიდეს თქვენი ურთიერთობა, გასაქანი რომ მისცეთ, რა და როგორ შეიძლება მოხდეს. ყველა ვარიანტში კალოდის ძირშიც არის ტუსტასი, ეს არის სიტუაცია, სადაც უხვი ემოციური ფონი გაქვთ ამ პარტნიორის მიმართ, როგორც თქვენ, ასევე მასაც ძალიან დიდი თასით ავსებთ კიდევ ერთხელ ტუსტასი, 200 დიდად ემოციურად ავსებთ, ესე იგი ერთმანეთს. ამ სიტუაციაზე შემიძლია თქვა, რომ სიყვარული არის ორმხრივი, იმიტომ რომ 200-ით სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელი ფონია, როგორც თქვენ, ასევე თქვენ პარტნიორსაც აქვს გულწრფელი ემოციური ფონი თქვენთან მიმართებაში. ბევრს ფიქრობთ და აანალიზებთ თქვენ სიტუაციას. არც ერთ ვარიანტში სურვილიც არ გაქვთ, რომ ხელი გაუშვათ აი ამ სიყვარულს და ვინმეს გამო შეეშვათ. მიუხედავად იმისა, ასაკით მანდილოსანი მეტია თუ არა, ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს ამ წყვილისთვის ასაკობრივი სხვაობა. თუ ასაკით მანდილოსანი მეტია და მამაკაცი პატარა, გაშლა ორივე სქესისთვის არის, თქვენ თავზე მოერგეთ მამაკაცებმა და ასეთი სიტუაცია გაქვთ, მაშინ უყუროთ რა შანსებია თქვენ წყვილში სამომავლოდ. მოდი უახლოესი 3 თვის ვადებში რა შეიძლება მოხდეს საინტერესო თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა. რა შანსებია თქვენ ურთიერთობაში, რაღაცა სიახლე და სერიოზული ურთიერთობა. რაღაცა თემატიკასთან დაკავშირებით შესაძლებელია დეპრესიულ მოწყენილ სიტუაციაში იყოს, შესაძლებელია სწორედ ამიტომაც, რომ ხშირად ამ თემატიკას უღრმავდებით, უფრო ქალ ბატონებს მიმართავ ამ შემთხვევაში, უფრო ქალი არის ამ დეპრესიული ფიქრებით მოცული, რომ აი რა გამოვა, არის კი შანსი, რომ რამე სერიოზული გამოვიდეს. ტუს ხმალი, ბევრს ფიქრობს თქო, ტუს ჟეზლი ძალიან გონებრივად უღრმავდებით ამ თემატიკას და სულ პრინციპში თქვენი გონება და ფიქრი არის მოცული ამ თემით, რომ ეს პარტნიორი პენტაკლის მეფე ამოდის აქ ამ შემთხვევაში, როგორც წესი პენტაკლის მეფე ეს არის მეუღლის კარტი. პრინციპში გსურთ, რომ ეს პარტნიორი იყოს თქვენი სტაბილური პარტნიორი. ასევე შესაძლებელია საერთო გაშლაში ყველასთვის არა, მაგრამ პარტნიორი წარმოადგენდეს მიწისტიქიას, მიწისტიქია გახლოთ ქალწული, თხის რქა ან კუროს ნიშანი შესაძლებელია, მაგრამ ყველასთვის არ არის საკურველია. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, სიმყარე, სტაბილური, ესე ვთქვათ, შემოსავლის ქონა, სტაბილურობის შეგრძნება ფინანსურ დონეზე. ძალიან უყვარს ფინანსების კარგი გამომუშავება, ასევე დახარჯვაც, კარგი შემოსვა და კარგად დროის ტარება. ესე იგი, როგორც კარგად გამომუშავება უყვარს, ასევე კარგად მიღებაც უყვარს ამ ფინანსების თავის თავზე, თავის საყვარელ ხალხზე და თქვენთვის ერთგვარი სტაბილურობის
მომცემი პარტნიორი, რაღაცნაირი კედელივით პიროვნება, რომელიც შესაძლებელია თავის საჩუქრებიდან გამომდინარე, თავის სტაბილური მყარი, ასე ვთქვათ, ემოციური ფონით, რომელსაც ავლენს თქვენთან მიმართებაში, მაქსიმალურად, რაც საშუალება აქვს დროის და რესურსის მიხედვით, გიქმნით იმ სურვილის შეგრძნებას, რომ ეს ადამიანი გახდეს თქვენი მეორე ნახევარი, უკვე სტაბილური მყარ როგორც მინიმუმ ერთჯერ ქვეშ მოქალაქეობრივი ქორწინება თუ როგორ ქვია ქართულად მაგას. სადაც ხელმოწერილი ჯვარდაწერილი შეიძლება არ ხარ, მაგრამ ერთჯერ ქვეშ სტაბილურად მყარად ცხოვრობ, როგორც მინიმუმ ძალიან ხშირი ერთად დარჩენის დღეები გაქვთ, ერთად დროის ტარების პერიოდები გაქვთ. მეათე მაღალი არკანი ამოდის უახლოეს 3 თვის ვადაში, როგორც ჩვენ ჩავიფიქრეთ თქვენ ურთიერთობაში, ეს არის რაღაცნაირი ცვლილებების კარტი, მინდა გითხრათ, რომელიც არის საბედისწერო ცვლილებები, უახლოესი 3 თვის განმავლობაში უკვე თითქოს შინაგანად გრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება ცვალებადობა მოხდეს და შიშები გაქვთ ცოტა არ იყოს, რომ ცუდი მიმართულებით არ მოხდეს ეს ცვალებადობა, მაგრამ ეს არის ციკლური კარტი, მინდა გითხრათ, ციკლურად შეიძლება რაღაც პერიოდი შეიცვალოს, თქვათ, ის ინტენსივობა, ასე ვთქვათ, აღარ იყოს თქვენ ურთიერთობაში, თუ ხშირი შეხვედრები გაქვთ, ახლა ხშირი კონტაქტი, მიწერ-მოწერა, ხშირად ერთად ყოფნა და რასაკვირველია აქ მოისაზღვრება პატარები არ ვართ, ეს გაშლა არ არის 18 წლის ასაკზე პატარებისთვის მით უმეტეს მამაკაცი ამ შემთხვევაში. რაღაცნაირად ციკლურად იცვლება. შესაძლებელია ასევე ნაწილი ციკლურად შეცვლას გულისხმობ. ეს პერიოდი შეიძლება შეიცვალოს იმით, რომ დრო აღარ კონდეს ადამიანს, რომ რაღაც გადაადგილებაში იყოს, ან სხვა რაღაცით დაკავებული იყოს და ეს პერიოდი შეიძლება შეიცვალოს იმით, რომ თავისი ემოციური ფონი და ასევე თავისი ხშირი შეხვედრები ცოტა არ იყოს, გადადოს მე-2, მე-3 ადგილას და რაღაცნაირად შეიცვალოს ეს მომენტი. რაც პრინციპში სავარაუდოდ ესეც გამოიწვევს ერთგვარად თქვენი დეპრესიის მომენტის და უხასიათობის წყარო, ასე ვთქვათ, მისი მონატრება იქნება და ის რომ ვეღარ ნახულობთ ხშირად, მაგრამ ეს ამითი არ სრულდება, ეს ტიპაჟით შეიძლება იყოს რაღაცნაირად ხასიათებით ცვალებადი, შეიძლება უეცრად კარგ ხასიათზეა და უეცრად რაღაცა მცირედმა ხასიათი შეუცვალოს და ასე ვთქვათ, გადაიფიქროს თქვენი ნახვა თუ მოსვლას აპირებდა მაგალითად ცოტა ციკლურ ტიპაჟათაც წარმოდგენილია მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური პარტნიორია და სტაბილურია როგორც წესი პენტაკლის მეფე თავის ქცევიდან გამომდინარე, მაგრამ პერიოდულად შეიძლება გაბუტოა შერიგების მომენტები გქონდეთ, არ არის გამორიცხული საერთო გაშლაში, უმეტესობისთვის ასე იქნება, რაღაცა პატარაზე გაუბრაზდით, რაღაცა პატარაზე იეჭვიანეთ, პატარაზე მოიწყინეთ უმისოდ და შეიძლება აი ამ მომენტმა შეგიცვალოთ ხოლმე ხასიათი და დეპრესიაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მამაკაც ძალიან მინდა დაინახოთ. ნაპერწკლები აქვს სიყვარულის, ემოციური თასი უჭირავს თქვენზე, ოცნებობს იმ შემთხვევაშიც კი თუ ეხლა შეხვედრები არ გაქვთ, მინდა იცოდეთ, რომ გრძნობა ამ ადამიანს ნამდვილად აქვს თქვენთან მიმართებაში, ბევრს ოცნებობს, ბევრს შეიძლება სურვილიც აქვს, რომ ასეც მომდის, რაღაც ნაწილისთვის იქნება სურვილიც აქვს, რომ ზღვაზე ან დასასვენებლად ერთად წახვიდეთ და ამაზე ოცნებობდეს. ნახეთ როგორ ოცნებობს მამაკაცი, გემით გასეირნება იქნება, პატარა იახტა იქნება, თუ აი რაღაცა კუნძულის მომენტი, რაღაცა დასვენების მომენტი, ამაზე შეიძლება ბევრს ოცნებობდეს თქვენთან მიმართებაში. ცოტა მოწყენილია ამჯერად ენერგიებში თქვენი მამაკაცი, მინდა გითხრათ, მაგრამ რაღაცა ოცნება აქვს თქვენთან დაკავშირებით. რას უკავშირდება ეს ოცნება? ხმლის დედოფალი ამოდის, 7 ახმალი. პენტაკლის მეფე, ესე იგი მას შეგრძნება აქვს, რომ ცოტა ცივი ხართ დედოფალივით, შეიძლება წარმოადგენთ ჰაერისტიქიას ტყუპების სასწორი და მერწყულის ნიშანს, მაგრამ საერთო გაშლაში ყველასთვის არ იქნება რასაკვირველია. რამეს ხომ არ მატყუებს, ვინმე სხვა არ ხვდებაო, ვინმე სხვა ეჩალიჩებაო, მოდი ესე ვთქვათ, და სტაბილური პარტნიორის როლში უნდა მას ყოფნა და შიშები აქვს ცოტა ამასთან დაკავშირებით, რომ სხვამ არ იმოქმედოს იმ პერიოდში, როცა რაღაცა ეს მიქცევა, მოქცევა, ასე ვთქვათ, როგორც სხვას ექნება ხოლმე პერიოდულად, მაგრამ ეს ადამიანი თქვენზე ოცნებობს. შანსები იმისი, რომ ერთად იყოთ, გაქვთ და აღდგენისაც, ვინც ახლა კონფლიქტში ხართ, მინდა გითხრათ, მიიღეთ.